მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვიერთით თქვენ რადიო იმედს უსმენთ და ახლა უკვე უყურებთ კიდეც პლატფორმებზე იმედი.gr, my video.gr, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველთვის შემოგვიერთათ მიხეილ ცაგარელი, ასტროლოგი, რომელმაც უნდა გვითხრას როგორი კვირა გვექნება. მოგესალმებით დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა პირველ რიგში, ბედნიერი კვირა ყველას მინდა გისურვო და დღეც თავისთავად და ყოველივე კარგი. მით უმეტეს დედამიწა უკვე პოზიტიურ ენერგო ველშია გადასული, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხელს შეუწყობს იდეების რეალიზაციას, უფრო მეტ კომუნიკაციას, ურთიერთგაგებას და ხელს შეუწყობს ერთი რთული დღის გავლას. რომელიც ჩვენ გველოდება ამ კვირის განმავლობაში, ეს არის 28 რიცხვი, ანუ 28 თებერვალს ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა, პარასკევს. ახალმთვარეობა ნიშნავს რას, რომ მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს, მათი ენერგიები ამავდროულად ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არიან მიმართულები და ამავდროულად ხდებიან ერთმანეთს. სად ხდება შეხვედრა თევზების ზოდიაქოს ნიშანში. ეს ნიშნავს რას? რა მოვლენებია მოსაოდნელი ახლა ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში, ახალმთვარეზე თქვენ იცით რა ხდება? პირველ რიგში უჭერთ მამაკაცებს, მათ ძალიან ეცვლებათ ხასიათი, გაღიზიანება მატლობს, ეს ერთი, ამიტომ უკვე ქალბატონებს მართებ ცოტა მეტი სიფრთხილე და დიპლომატია, ეს ერთი. მეორე, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ამ დღეს არ დაგეგმოთ. არავითარი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები ეს დღე გაიარეთ შვიდად, კარგად, აი დადებითი მოდი ასე ვთქვათ იუმორისტული განწყობით. კარგ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთანაც გსიამოვნებთ ურთიერთობა, შემოქმედებითი მუშაობა, კი ბატონო, ეს ყველაფერი მისაღებია. ოღონდ არავითარი საქმის გარჩევა, არავითარი კონფლიქტები, არავითარი ასე ვთქვათ გაღიზიანება და ბოღმა წყენა და ასე შემდგომ ამ თვისებების გამოვლენა. ხო, იმიტომ რომ ეს სატანური დღეა და ამიტომ ცდუნებების ალბათობა ადამიანში მატულობს. არ აყვეთ ცდუნებებს, არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა ამ პერიოდში მაღალია და გავფრთხილდით ცოტა ჯანმრთელობას. ჯანმრთელობის კუთხით ლიმფური სისტემა, ფეხის ტერფების ზონა, გადაბრუნების მომენტია მაღალია ტერფისა და ასევე მიაქცევთ ყურადღება, მისთაც მით უმეტეს პადაგრაგდეს დაავადებები აი შეიძლება გამწვავდეს ამ პერიოდში და თვალები. ნუ გადავალით ზედმეტად თვალებს. კომპიუტერთან მუშაობით ცოტა დავინდოთ ამ ხრივ და კიდევ მოვერიდოთ ფსიქოტროპულ პრეპარატებს. 28 შეიძლება галлюცინაციები მოხდეს ამ პრეპარატის მიღების შედეგად და ესეც გაითვალისწინეთ. ამას გარდა მოიმატებს ცოტა ლოთობისა და ნარკომანიისადმი მიდრეკილება, ამიტომ ვინც მით უმეტეს ამ სფეროშია უკვე ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ კაცმა არ იცის ეს სფერო საწაგიყვანთ და რა კონფლიქტებს გამოიწვევს. ნუ ამის ტენდენცია არის. კიდევ უშუალოდ სამაგეროთ მოიმატებს რა ემოციურობა, მგზნობიარობა, რომანტიზმი ადამიანებში, მოიმატებს შემოქმედებითი უნარის გამოვლენის ტენდენცია, გაძლიერდება ინტუიცია, ინტერესი კოსმიური საკითხებისადმი, ეზოთერული სფეროსადმი, ეს ყველაფერი გაძლიერდება, არის დადებითი, მაგრამ რა უარყოფით თევზებს, რის მიმართ ასევე კონტროლია საჭიროა, რომ მაინც მძიმე დღეა, მზის და მთვარის ერთმანეთთან ომი, ნამდვილად არ არის სასურველი, იმიტომ რომ ამ დროს მოდის ძალიან უარყოფითი ენერგია. და აი რა შეიძლება მან გამოიწვიოს. მე მეგონა სალმისთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრად უხდებოდნენ არა, მზე და მთვარე ვერ მეგობრობენ. მოდი ეს ვთქვათ, ეს აბსოლუტურად განსხვავებული ენერგიებია და აი მთვარე მეგობრობს სატურნის პლანეტასთან მაგალითად, მაგრამ მზე არა, არც სატურნთან, არც მთვარესთან. ნუ იქ არის შეხამებები პლანეტებს შორის, ვინ ვისთან. ორი არის ნეიტრალური პლანეტა, მხოლოდ ვენერა და მერკური. რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ყველასთან ნორმალური ურთიერთობის დანარჩენებთან აქვს შეად ანტაგონიზმი ენერგეტიკული. და როცა ეს უარყოფითი ენერგია მოდის, აი ამ დროს სწორედ საჭიროა ყურადღება სამი ნეგატიური თვისების მიმართ გასულ. თუმცა მეოთხეც აღნიშნოთ. მეოთხე რა არის? ტყუილებისადმი მიდრეკილება მოიმატებს ამ დღეს 28-ში. სამში რა შედის? პირველი ზვარადასული ფანტაზია, ანუ ზედმეტს ნუ მიაკერებთ ადამიანს, ვიდრე ის რეალურს წარმოადგენს. შესაბამისად ადამიანს აქვს გაფეტიშების სურვილი, რომ აი უფრო ესე წარმოადგენოს, როგორიც ის არ არის და ფანტაზია გეხმარებათ, რომ გაალამაზოთ ადამიანი. და რეალობას რო აღმოჩნდეთ, მერე გულგერკინებად გვიან იქნება რამის გამოსწორება, ეს პირველი. მეორე ნეგატივი მოიმატებს ლტოლვა წარსულზე ფიქრი. ანუ ფიქრი ძველი დავუშვათ სიყვარული, ძველი გაშვებული შანსები, პერსპექტივები, 1000 სხვა რამ. ასეთი რამ თუ იქნა შემოკარგებო ერთხელ დაჯექით, გადახედეთ უცებ საგუთარ წარსულს და გადაშელეთ ეს ფურცელი. ნუ უბრუნდებით, თორე დამთავრდება ეს შინაგანი ნევროზულ სტრესული მდგომარეობით. და მესამე განსაკუთრებული ნეგატიური თვისება ამ დღისა ეს არის ვარდასული თანაგრძნობა. ადამიანში მატულობს თანაგრძნობის უნარი. მაგრამ ნუ გავიწყდებათ ისიც, რომ ბევრი ადამიანი ისეთი თქვენსიублი, რომელიც ამას ელოდება. რომ თქვენში ეს გულაჩუყება გამოიწვიოს, შეგაცოდოთ თავი და მერე გამოგიყენოთ.
აი ეს ტენდენციები 28-ში, ხა მოდი ეს ვთქვათ, უკვე 27-ში ყურადღება, იმიტომ რომ წინა დღეა. და წინა დღე ზოგჯერ უფრო ძლიერადაც ვლინდება ახალმთვარება, ვიდრე თვითონ ახალმთვარების დღეს. და ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, 27-28 ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღები და ფრთხილად. არავითარი ხელშეკრულებები, მეორე მოლაპარაკებები, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ამას ვერ გააკეთებთ. გააკეთებთ. მოილაპარაკებთ, მაგრამ არ იმუშავებს მერე. ხელშეკრულებასაც დადებთ, მაგრამ ის მერე არ იმუშავებს და ვერ გაიგებთ რატომ, იმიტომ რომ აღარ გაგახსენდებათ, რომ ეს ყველაფერი მოხდა ახალმთვარეობის ნეგატიურ დღეს. ამიტომ ხშირად გონიათ ადამიანს, რომ ვეუბნები, რომ აი არ გააკეთოთ და მე გავაკეთე მეუბნებიან, მე ხელი მოვაწერე. კი ბატონო, და მე შეხედეთ, როგორი იმუშავებს ის და რამდენი წინაღობები დახვდება წინ. ამ დღეს ამიტომ ჯობია მშვიდად გავიაროთ, მეტი იუმორი, კი ბატონო, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, სასიამოვნებო ურთიერთობა, ბუნებასთან კონტაქტი, ეს იქნება კუპრიანი და არა დავუშვათ იქ პრობლემების და კონფლიქტების შექმნა, რისი ტენდენცია აქ მაღალია. ეხლა აუნიშნოთ უკვე კიდევ ერთი მშვენი მოვლენა, უკვე დღეიდან პლანეტა მარსი მოგეხსენებათ ეს არის მოქმედების, ენერგიის, საქმიანობის მმართველი პლანეტა, ამ დროით აგრესიის აქამდე იყო თითქმის 3 თვე უკუმავალი. ანუ რეტროგრადული. რის შედეგად ადამიანს ის სამუშაო ენერგია არ ყოფნიდა, რაც საჭირო იყო, ზოგჯერ ზოგს ეზარებოდა, ზოგი გადადებდა საქმეებს, სხვა და საქმეებსაც უჩნდებოდა პრობლემები, წინაღობები. ანუ ბევრი ბარიერი ჩნდებოდა საქმიან სფეროში. იმიტომ რომ მარსი გვაბრუნებდა წარსულისკენ და გვეუბნებოდა, აი ძველი საქმე დაასრულეთ, ძველ პროექტს გადახედეთ, რაღაცა იქნებ გამოასწოროთ, ანალიზი გააკეთოთ. აი ახლა უკვე ის ასწორებს დღეიდან ამ მოძრაობის ტრაექტორია ხდება დირექტული, სწორად მავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ აი უკვე დღეიდან ნელ-ნელა დაიქოქება ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი ურთიერთობა, აქ უკვე სამუშაო ენერგია მოიმატებს ადამიანებში და წინაღობების ტენდენცია შემცირდება. ამიტომ უკვე დღეიდან ნელ-ნელა ვიმეორებ უცებ არ ხდება, რომ აი დღეიდან უცებ ნებისმიერი საქმე არ ნახულად წავაწია, არა, მაგრამ დღეიდან უკვე იქოქება ეს მომენტი, მარსი ხდება დირექტული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ნაკლებად დავუშვათ ვიზარმაცოთ, შრომის უნარიანობა მეტად გამოავლინოთ და იდეების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობაც მეტად მიეცემა ყველას. აი ეს მნიშვნელოვანი ტენდენციებია და რეაქციად ყურადღება ესე იგი 27, 28, 29, 3 დღე. ეს რიცხვები ხუთშაბათი, ესე იგი პარასკევი, შაბათი გეომაგნიტური ენერგიებით არის ახსოვს. ამიტომ აქ თუ რაღაც წნევის პრობლემა იქნა, რაღაც უგუნებობა აუცილებლად პირველ ესე იგი წნევას იზომავდა შესაძლოა ამის პროფილაქტიკა. ან ყავის მეშვეობით, ან წავლების მეშვეობით, რომ მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი. ეს გავითვალისწინოთ. ეს რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს ამ კვირისა, რაც შეეხება ახლა უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს. აი დავიწყოთ ვერძით. პირველი ზოდიაქოს ნიშანი ვერძებო. თქვენ ნელ-ნელა შედიხართ თქვენთვის რთულ პერიოდში, რომელსაც ქვია დაბადების წინა პერიოდი, მაგრამ ეს უფრო საგრძნობი იქნება შემდეგი კვირიდან. ეს კვირა კიდევ გაძლევს საშუალებას სხვა შორის რომ აქტიუროთ, იშრომოთ, რაღაც მატერიალური დოვლათიც მოიპოვოთ, შეხვედრები, მოლაპარაკებები, კი ბატონო, საქმიანი კუთხით პერიოდი უდაოდ ცუდი არ არის. მთავარი არის რა? მიაქციოთ ყურადღება უკვე აი სადღაც 28 რიცხვიდან თქვენ უკვე იგრძნობთ რომ რაღაცა ის ენერგოტონუსი არ გაქვთ. რაღაც შედარებით ადვილად იღლებით. ანუ ეს რატოა? იმიტომ რომ იმუნიტეტი ეცემა. ამ პერიოდში ამიტომ ცოტა გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, უკვე განსაკუთრებით 28 რიცხვიდან ზედმეტად ნუ გადაიღლებით და ასევე გახსოვდეთ რომ უკვე 28 რიცხვიდან ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრეები, თქვენ საწინააღმდეგო მოშურნეები გააძლიერებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას. ამიტომ რა არის საჭირო თქვენთვის? ენაზე კბილის დაჭერა ამ კვირაში. გაასაიდუმლოეთ თქვენი საქმე, ნუ ხმაურობთ, თუმცა იმოქმედეთ. არავინ არ ამბობს, არ უნდა იმოქმედოთ მარსი, რომელიც თქვენი მმართველი პლანეტაა, რადგან უკვე ასწორებს მოძრაობის ტრაექტორიას, ის ხელს უწყობს თქვენ საქმიან წარმატებებს, გინდათ სპორტში იყავით, გინდათ ტექნიკა-მექანიკაში, გინდათ ნებისმიერ სხვა როში, ან დავუშვათ ხელმძღვანელი ხართ, ორგანიზატორი, ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ. მატერიალური მდგომარეობას შეგიძლიათ გაუმჯობესოთ, იდეების რეალიზაცია შეგიძლიათ და კარგი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბოთ. ამიტომ შანსები უდავოდ წარმატების გაქვთ, თავარი აქტიურად იმოქმედოთ, ოღონდ 28 რიცხვიდან ითვალისწინეთ, რომ ეს ცოტა ნეგატიური ტენდენციები, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება და ფარუნტრებს, ეს ნელ-ნელა მოიმატებს უკვე თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნ დაავადებას, კუროს ენერგოტონუსი მატულობს. ოღონდ ნელ-ნელა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას, გასაგებია რომ ყველას უნდა რომ უცებ იმ დღესვე გახდეს, ასე ვთქვათ, ენერგიული, აქტიური და ესე არ ხდება. ნელ-ნელა, ეს ახლა ნელ-ნელა, იღა როგორც მანქანამ უნდა, ხო თქვენ რომ ძრავთ მანქანას, ხო ნელ-ნელა უნდა აიღოს სიჩქარე, ხო უცებ ახლა ესე არ გამოვა. და აქედან გამომდინარე, ესევე ნელ-ნელა იღებს სიჩქარეს კურო, ნელ-ნელა მისი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება.
იხდება, იმუნიტეტი მატულობს, ენერგია ემატება, შრომის უნარიანობა უძლიერდება, ამიტომ შესაძლებლობები უდაოდ კარგი აქვს და მათ შორის პირველ რიგში გუროებო რაც შეიძლება ახლო ინტერნეტთან. ეხლა არის საინტერესო პერიოდი ინტერნეტიდან შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებიც გაიცნოთ და სხვათა შორის თქვენი ურთიერთობა უნდა იყოს რეფორმატორული ყველაფერში. მაგალითად შეიძლება რაღაც სიახლეები შემოიტანოთ ტანსაცმელში, მარცხნილობაში, მეთოდოლოგიაში მუშაობისა, იდეებში და ამ შემდგომ. ანუ თქვენ ახლა კოსმოსი ითხოვს თქვენ გარას არა კონსერვატიზმს, რაც თქვენ ისედაც გახასიათებთ, არამედ ცოტა სპონტანურ იმპროვიზაციას, ორიგინალურ თვითგამოხატვას, ახალის რაღაცას ძიებას და იმ ახლებურად შესრულებას. ანუ ის რასაც მიჩვეული ხარ ჩვეულებრივად, სამყარო გეოვნება ცოტა გადაუხვია და მიეცით მას ცოტა თქვენებური სასიკეთო ისე თავისუფალი იმპროვიზაციის ელფერი. მაშინ წარმატების ფაქტორი კიდევ უფრო მაღალი იქნება. სხვა შორის მეგობრული კონტაქტებისთვის ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. ამიტომ შეიძლება მეგობრების ასე თქვა დახმარებაც კი მიიღო და ეს ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს თქვენსა და მეგობრებს შორის. ან ახალი მეგობრული წრეც კი ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპების ერგოტონუსი საკმაოდ მაღალია ჯერ კიდევ 28 რიცხვამდე ყოველ შემთხვევაში ტყუპებს აქვს უნარი აქტიურონ 28 რიცხვიდან უკვე ერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადი ხდება და ამიტომ 28 რიცხვიდან ცოტა შეამცირეთ თქვენი აქტიურობა. იქამდე აქტიურეთ უდავოდ, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია. შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც კი პერიოდი კარგია, უფრო მეტიც. აქ დიპლომატიას თუ გამოავლენთ, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა იმდენად კარგი შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ თქვენ შეიძლება ახალი თანამდებობის პერსპექტივის წინაშეც კი დადგეთ. ამიტომ ხელს უწყობს იგი პროფესიონალურ წინსვლას, განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სწავლისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია. თავარი არის რა, ვიყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსტრაფული. გაქვთ ერთი ხიფათი რა, შეიძლება დაგავითვლეთ, დაპირება. აი ამას შეიძლება პრობლემების შექმნას მეთომეტეს კვირის მეორე ნახევარში. აი ამ კუთხით იყავით ყურადღებით. მოდი ვურჩიოთ, რომ დაიწერონ, აი ხათუნა გვიყურებს დოლაპერიძე და აიღონ პასტა და ფურცელი და ჩაინიშნო ხოლმე რომ არ თუ არენდობიან და საკუთარ მეხსიერებას, მაშინ ჯობია კი დაიწეროთ. რაც შეეხება ახლა ესეთ ნიშანს, როგორც კირჩხიბა ერთ-ერთი ფავორიტი არის სკოლა ამ კვირისა, წყლის სტიქია, მატულობს მის ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით სწორარჩევას აკეთებს, ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივანი, ყოველ დღე ემატება ენერგია, ჯანი, დადებითი განწყობა უნდა. მაინც გახსოვდეთ 28 რიცხვი პარასკევი, იმიტომ რომ მთვარის და მზის შეხვედრა, ანუ ახალ მთვარეობა, მთვარესთან არის დაკავშირებული და მთვარის მანათობელია, რომელიც თქვენ გმართავს სწორედ. ამიტომ კირჩხიბი ძალიან რეაგირებს მთვარესთან დაკავშირებულ პრობლემურ სიტუაციებზე და ამიტომ პარასკევი დღე გაიარეთ ფრთხილად. აქ არაფერი ახალი მშვენი არ დაგეგმოთ და არავითარ სტუმრებს არ აყვეთ. დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ, რომ შანსები გაქვთ ძალიან კარგი მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, უცხოეთში სწავლა, მივლენება, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ძალიან ბევრი კარგი პერსპექტივები, იდეების რეალიზაცია, როგორც ლიდერი ხელმძღვანელი იქნები ძალიან კარგი იყო. პარასკევი დღე ცოტა მეტი ყურადღებით, სადღაც 27-28. ეს დღეები ცოტა ყურადღებით აკონტროლეთ თქვენი ემოცია ამ პერიოდში განსაკუთრებით. და რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, იმპერატორთან ნიშნისთვის პერიოდი მთლიანობაში არ არის ცუდი. 28 რიცხვამდე ყოველ შემთხვევაში ენერგოტონუსი ჯერ კიდევ ისეთი აქვს, რომ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერული რესურსების წარმოჩენა, მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა, ინტუიციას მზარდი აქვს, რომელსაც დაყრდნობით სწორარჩევას აკეთებს ამ პერიოდში, მაგრამ 28-დან უკვე ცოტა ყურადღებით. იმუნიტეტი ნელ-ნელა ეცემა, შეიძლება უფრო ადვილად დაიღალოთ, იმიტომ რომ შრომის უნარიანობა კლებულობს. აქ უკვე ცოტა იდეების რეალიზაციის კუთხით სირთულეებია მოსაოდნელი, მაგრამ იქამდე 28-მდე იდეების რეალიზაცია ძალიან კარგად წავა. ოღონდ რა პირობებში? იმ პირობებში, რომ თქვენც ისე როგორც ვერძი ენას კბილს დააჭერდა წინ და წინ არაფერს არ გათქვათ. აი მაშინ კი გინდათ ურთიერთობა საინტერესო ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, შეიძლება იქ ერთობლივი ბიზნესი კარგად წარიმართოს, ოღონდ ამაზე ნუ იხმაურებთ. მაშინ იქნებით გაცილებით მეტად წარმატებული. რაც შეეხება ქალწულებს, ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, იმუნიტეტი მატულობს, ამიტომ ეს თეშანი უფრო შრომის უნარიანები, სკოპიანი, მომთვენი, შეუპოვარი ხდება, გონება მახვილი, საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის პარტნიორული ურთიერთობა. აი პირადი ურთიერთობა აწყობილი აქვს, საქმიანი შესაძლებლობები ერთგვარად მოიმატებს. მომენტალურად
და თან თუ აკიდევ საქმეა ბიზნეს პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მატერიალური დივიდენდების და საინტერესო იდეების რეალიზაციის შესაძლებლობას. ამიტომ რაც შეიძლება მეტად პარტნიორულ თანამშრომლობას გავუფრთხილდით, შემოქმედებითად იმუშავეთ, თუ ამის საშუალება გაქვთ, იმიტომ რომ შემოქმედებითი ზონა არის ახლებურად გამოვლენის კარგი ტენდენცია აქვს და თუ რაიმე პრობლემური სიტუაცია შეიქმნა სახლში ან სამსახურში, გადაწყვიტეთ მშვიდობიანად დიპლომატიით და კომპრომისების მიღწევით. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული და ავტორიტეტული. და რაც შეეხება სასწორებს, ერგოტონუსი თქვენი არ არის ცუდი, პირიქით, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბილურია ეს ნიშანი, ოღონდ პარასკევამდე. პარასკევიდან უკვე ახალმთვარეობიდან თქვენ იგრძნობთ, რომ ცოტა ტონუსი ეცემა, იმუნიტეტი კლებულობს და აქ უკვე მეტად გავუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. თუმცა აი პირველ ნახევარში კვირისა თუ რაღაც პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან, აი გამოჯანმრთელების კუთხით საკმაოდ კარგი ზონაა. ამავდროულად მოდით აღნიშნოთ, რომ შესაძლებლობა საქმიანი უდაოდ გაქვთ. გინდათ მატერიალური კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, ამ პერიოდს აქვს ასიკეთო შესაძლებლობები, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ იგივე ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და ამ კუთხით წინსვლას. 28 რიცხვიდან ცოტა შემოვციროთ აქტივობა და ცოტა მეტად გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ეხლა რაც შეეხება ისეთ ნიშანს, როგორიც არის მორიელი, ერთ-ერთი ფავორიტი არასუკვილე შემდეგი კვირისა, წყლის სტიქიის წარმოადგენელი ნიშანია, რომელსაც ძალიან კარგი სასიყვარულო პერიოდი აქვს. გინდათ არსებული ურთიერთობების სამაღლება, გინდათ ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში და კავშირებში ჩართვა, ძალიან კარგი დრო არის. შვილებთან ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ეს არის პერიოდი საჩუქრებისა, წარმატებებისა და თქვენი განვითარებისა და წინსვლისა. ანუ იდეების რეალიზაცია, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბევრი სასიკეთო ცვლილებების შემოვა თქვენს ცხოვრებაში, მთავარია აქტიური მოქმედება თქვენი მხრიდან ინტუიციაზე დაყრდნობით თავისთავად. შვილოსაც რაც შეეხება საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია, თუმცა პარასკევი ცოტა ფრთხილად გავიაროთ, მაგრამ ენერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს 28 რიცხვიდან. ამიტომ იქ უკვე გავაფრთხილდით ცოტა ჯანმრთელობას, ზედმეტ საკუთარ თავზე ნუ აიღებთ და სარისკო მოქმედებებთან ფრთხილად, მაგრამ იქამდე პერიოდი საკმაოდ კარგია, ხაშეკულებები, მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საინტერესო იდეების რეალიზაცია, პარტნიორული თანამშრომლობა და პარტნიორების დახმარება, ეს ყველაფერი მაღალ დონეზეა. დაუშვათ იგივე საღუპო ცხოვრება პრობლემები გაქვთ, აი ამის მოგვარება, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. აი ბევრად შეუწყობს ხელს ასევე თქვენს წინსვლას და განვითარებას ამ პერიოდში. რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არის მაგალითად თხის რქა. თხის რქას ძალიან კარგი პერიოდი აქვს, ოღონდ უნდა გაიხსნას. აი ვისთვის შეიძლება ახლა ითქვას, რომ გახსენით თქვენი იდეები. ანუ რა გაქვთ იდეაში, რასაპირებთ, როგორ, ვისთან ერთად, პირიქით, რაც მეტად გაიხსნება, მეტი უფრო კარგად წავა ეს საქმე და იდეა. პარტნიორული თანამშრომლობის, სწავლისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღება ძალიან კარგი პერიოდია. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება, მათ შორის ფინანსური ხელშეკრულებების მგზავრობა, მოგზაურობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, ყველაფერი იქნება ფრია წარმატებული და რაც თავარია, რაც მეტად კარგი ურთიერთობა მყარდება თქვენსა და დევს, ძმებს, მეგობრებს, მეზობლებს შორის. მათი მხრიდანაც კი შეიძლება მიიღო დახმარება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. ამიტომ წარმატების შანსი გაქვთ მაღალი. ეს შრომის უნარიანობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, ორგანიზატორული ნიჭი მაღალ დონეზეა, მთავარი რა 28-ში და 27-ში ზედმეტად ჯიუტი და პირდაპირი არ იქნათ. რომ აი თვისებით არ გააფუჭოთ საკმაოდ კარგი შესაძლებლობები და ურთიერთობები. მერწყულებს რაც შეეხება, მერწყულებს საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს საქმიანი კუთხით, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, ძველი საქმეებიდან დივიდენდები მიიღოთ, ახალ საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ და ესაც იყოს წარმატებული თქვენთვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს პარტნიორულ თანამშრომლობას, მნიშვნელოვანი საყიდლების გაკეთებას, დიზაინის შეცვლას საკუთარ სახლში, უფრო კომფორტის მოწყობას, მაგრამ უკვე 28 რიცხვიდან გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის სფერო კლებულობს. ანუ არასტაბილურია უკვე ჯანმრთელობა და აქ უკვე გავფრთხილდით ჯანმრთელობას ზედმეტად, ნუ გადაიღლებით, რომ ამას მერე რაიმე სახის პრობლემები არ მოყოს. რაც შეეხება თევზებს, თავარი ფავორიტი არასუკველია, ოღონდ თევზებს მაინც სიფრთხილე მართებთ 28-ში, რატომ იმიტომ ეს შეერთება მზის დამთვარის ენერგიებისა ხდება თევზების ზოდიაქოში. ამიტომ ცოტა ყურადღებით გაიარეთ ეს 28, ნაწილობრივ 27 რიცხვები, დარჩენი პერიოდი კარგია თქვენთვის, ერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა ზემაღალი, ამიტომ ახალი იდეები, პროექტები შეიძლება გარეგნულათაც კი შეიცვალოთ. ანუ ამ ნიშანს ემატება ჯანი, ენერგია, მიზიდულობა, კრეატიულობა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, მგზავრობა, მოგზაურობა, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, პოპულარიზაცია საზოგადოებაში თქვენი ღრმა ინტუიცია, რომელიც ხელს უწყობს ასევე წარმატებას. ყველაფერი ეს თქვენს მხარეს იქნება, რაც წარმატებას ბევრად მოგიტანთ, ამიტომ 27 ნაწილობრივ საღამოს და 28 რიცხვის გამოკლებით ეს კვირა შეიძლება აქტიურად უნდა გავლოთ.
ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებულია, მით უფრო ყველას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მეტნაკლებად კარგი კვირა გვაქვს. დადებითი პოზიტიური ენერგოველია და ეს გეხმარება. მენია უბრალოდ ახალი მთვარეა და ამ შემთხვევაში ქალბატონებმა უნდა გამოიჩინონ, ხო, ცოტა მეტი თავდაჭერა და მამაკაცები გაღიზიანებულები არიან. მამაკაცები, რომლებიც ხო, ახალ მთვარეს როგორც წესი ცოტა ემოციურები არიან. სავსე მთვარეზე ქალბატონებს დაემართება. ასე უცვლით ხოლმე როლებს მოკლედ ერთმანეთს. დიდი მადლობა. წარმატებებს უსურვებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ჩვენ დაგემშვიდობებით და ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ორ შაბათს ამ დროს რადიო იმედის არხზე.